სკოლაში მუშაობა 30 წელიწადია. ფაქტობრივად გავიზარდე ამ სკოლაში. მიყვარს ჩემი საქმიანობა, მიყვარს პედაგოგობა, მიყვარს ყველა პატარა და ყველაზე მეტად მუშაობა ალბათ უფროსებში იმდენად ვერ შევძლებდი, რამდენადაც პატარებთანაც დედას დაწყებითის პედაგოგი იყო, მეც ასევე მის კვალს გავყევი და ვფიქრობ, რომ თავარი მამოძრავებელი ენერგია, ძალა, რაც დღემდე მაქვს, ამ პატარა ბავშვებიდან მაქვს და ისინი არიან ამ სიძლიერის მომცემი ჩვენთვის. აჭარის განათლების სამინისტრომ შემოგთავაზა საინტერესო პროგრამა. ეს გახდათ პროექტი ჩემს გაკვეთილზე. პროექტების კეთება არც ისე მარტივია, იმიტომ რომ რესურსებთანაა დაკავშირებული, ფინანსებთანაა დაკავშირებული და სამინისტრომ შემოგთავაზა სწორედ დახმარება ამ საკითხში და რა თქმა უნდა მოხარული ვარ, რომ ამდენ პროექტში დაფინანსდა ჩვენი პროექტიც. ჩვენი მიზანია გეომეტრიული მოდელირება პრაქტიკაში. ეს პროექტი ისეც მინდოდა რომ გამეხორციელებია ამ სასწავლო წელს, გამომეყენებია ჩემი გაშვებული კლასებიც, ანუ მე-6 კლასი, მე-9 კლასი და ერთობლივი პროექტი გაგვეკეთებია დიდი და პატარა თაობის ურთიერთობა ყოფილიყო. თან პარალელურად არის საკითხები, რაც პატარებს არ შეუძლიათ ხელი არ მიუწვდება ამ საკითხებისადმი, აი უფროსებს უფრო შეუძლიათ, მინდოდა რომ უფროსებს დაგეგმარება გაეკეთებიათ და პატარებს შემდეგ გაელამაზებიათ თავისებურად და ჩემი პროექტი მოიცავს შოშის სახლების დამზადებას და ასევე ძაღლის საბინადროს მოწყობას. უნდა სახლის დამზადება ეხა მარტივი საქმე არ არის, მაგრამ გეომეტრიული გამოთვლებით ჯერ დავადგენდით თქვათ ნახაზს შევადგენდით. ამ ნახაზის შედგენაში ცოტა უფროსი კლასელები დაგვეხმარებოდნენ ამ მოდელირებაზე. ფიგურის პერიმეტრებს გავარკვევდით, ფართობს გავარკვევდით. ვფიქრობ, დიდი სტიმულია ჩვენთვის. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. შედეგს 6 თვის შემდეგ დავდებთ, რა თქმა უნდა. ეს პროექტი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებისათვის სწავლა უფრო ხალისიანი იყოს, არ იყოს მოსაწყენი, უხაროდეს ბავშვს სკოლაში მოსვლა, ყოველდღიურობდეს ახალს, რაიმეს, ისეც რასაც გამოიყენებს ცხოვრებაში. ასე სწავლა მათთვის იქნება უფრო სახალისო, უფრო ინტერესიანი.